და ანალოგიურად ინგლისში გამოცხადდა ჯარის მიერ ანალოგიურად ეს გაკეთებული საშუალებას გვაძლევს ესეთი ეს არის ჯავშან ჩაფუთები, რომელიც გადავიცვლება თავდაცვის სამინისტროს, ესაც ახალი არის. ამის ეს არის სადღაც ეს ერთ-ერთი ხარვეზი იყო და ეს შეაფასეს. ეს ჩაფხუტის მოდელი უკვე ამ წუთში სამედიცინო საზოგადოების ხალხის უნიკალური მანქანაა ეს. საშუალედო დაგროვების სისტემა კი. წარმოდის სექტორს, ანუ სანამ ეს დაიწყება ხდება გადაცივებული რამეულო ძალიან მაგარია. მე მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ყოველთვის გაუთავებელი საუბარი იყო იმის თაობაზე რომ აი რა საქმიანობს დელტა, რა საკეთებენ, რომ ახალი პროდუქტი არ შექმნინა. მე გეტყვით რომ 15 ახალი უნიკალური პროდუქტები ჩვენ დავათვალიერთ დღეს. ჩვენ ვხედავთ აგერ კადრში ჩანს უნიკალურ პროდუქტს, რომელიც არ არის სიახლე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოში ასეთი არის რამდენიმე ანალოგი. მე მინდა რომ აღნიშნო, ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, ეს არის უპილოტო ვერტმფრენი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფუნქცია, საბრძოლო დანიშნულების, სადაზვერვო და ასე შემდეგ, ასე რომ და ამას გარდა ჩვენ ვნახეთ რომ არის ქართული წარმოების ავტომატები, არის სნაიპერები 338, 308 სპეციალისტი მეციან ძალიან კარგად, რომელზეც მუშაობდნენ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სნაიპერი მუშაობდა ამ სნაიპერულ თოფების შექმნაზე და კიდევ სხვა პროდუქტები, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგვისაჯაროვებია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა მაგ პროდუქტებზე. და ასე რომ მე მინდა აღნიშნო რომ ეს არის ძალიან დიდი კაპიტალი, ვინაიდან ქართული პროდუქცია იწარმოება. აქ ჩვენ ვხედავთ რომ მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ. მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო. მართლაც გენიოსები მუშაობენ, ისინი ვინც ქმნიან ამ პროდუქციას. მადლობა მინდა უთხრა ბატონ უჩავ ძოძუაშვილს, რომელიც არის ჩართული, რომელიც არის ხელმძღვანელი დელტასი და ჩვენ სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ სამრეწველო პროდუქციის ამ დარგის განვითარებას. ვინაიდან მიგვაჩნია რომ ეს არის მეტად საჭირო საქმე სახელმწიფოსთვის. ვიცით ალბათ რომ ასევე სუ 25-ების წარმოება გრძელდება და ჩვენ მმართველებით გვაქვს ასევე სხვა სიახლეები, გვაქვს გეგმები, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და მუშაობთ ასევე სხვა მოდელებზეც, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადაუხადო დელტას თითოეულ თანამშრომელს ამ მეტად ძალიან ძვირფას სამუშაოთვის. მე ვფიქრობ თავისთავად ამ საწარმოს ფუნქცია ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი პროდუქტი მზადდება, რომელიც იმ 15-ის მიღმა შესაძლოა ვიფიქროთ კიდევაც რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დღეს ჯარისთვის, იქიდან გამომდინარე რომ დამხმარე დეტალებია, რომელიც სჭირდება იმ ტექნიკას, რასაც ჩვენ ვიყენებთ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ თუ ამ 15 პროდუქტზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე თვითმყოფადი ცალკე აღებული საბრძოლო დანიშნულების პროდუქტებია, პლუს სიტყვის საწინააღმდეგო, ალბათ ეს არის ყველაზე უფრო დიდი ვარსკვლავი, უპილოტო თვითმფრინავი, რომელზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა პრინციპში გამოცდა მისი დაწყებულია უკვე და აი ახლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მისი გამოცდა, ვნახოთ სადღაც 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე პირველი შედეგები გვექნება და იმის მიხედვით უკვე გააგრძელებს დელტა შემდგომი დახვეწისთვის მუშაობას. ტექნოლოგიის თვალსაზრისით ორი პროდუქტი არის, რომელიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს არის თავისთავად უპილოტო ვერტმფრენი, რომელიც არის ახალი პროდუქტი და ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და თვითონ დელტასთვის. ხოლო თვითონ ტექნოლოგია ინტენსიურობის თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ეს არის სიტყვასაწინააღმდეგო პროექტი, რომელიც დღესდღეობით უკვე ფუნქციონირებს და იცავს კახეთს ამ სტიქიიდან. ამ პროექტში ნამდვილად ძალიან დიდი რაოდენობით ინტელექტუალური რესურსი არის ჩადებული, რაც პრინციპში მე რწმუნებას მაძლევს იმისას, რომ დელტა კიდევ უფრო
მნიშვნელოვან და ესეც ღირებულ პროდუქციას და საქმეს გაუკეთებს საქართველოს.